თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. თენგიზ ჩერგილაშვილმა კახეთის რეგიონის არასამთავრობოებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების ძირითადი პრინციპები გააცნო და აღნიშნული სტრატეგიის მიმართულებები მათთან ერთად განიხილა. განვიხილოთ ჩვენ საქართველოს თვითმმართველობის განვითარების და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ძირითადი პრინციპებს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრა, ჩვენ ამას ვუხილავთ საქართველოს ყველა რეგიონებში, ეს არის შერეული რეფორმა, რომელიც უახლოეს წლებში იგეგმება და ჩვენ გავიხილეთ მას თელავში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, შუა გასწორებული სხვა რეგიონებში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეს თხოვეს, რომ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართლებას და გავაცნოთ. აი ამ დეცენტრალიზაციის პროცესის შემდეგ უფრო დაახლოვდება თვითმმართველობა სოფელთან, სოფლის მოსახლეობასთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტად იქნება ჩართული სოფლის მოსახლეობა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თელავი ცოტა ხანში იქნება თვითმმართველი ქალაქი. თელავი იქნება თვითმმართველი ქალაქი და შეიძენს კიდევ დამატებით ფუნქციებს და განვითარების სხვა ეტაპზე და სხვა სტრატეგიაზე, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ცვლილება, რომელიც შემოდის რეგიონალური ხელისუფლების არჩევის კუთხით, იქნება არჩევითი საბჭო მუნიციპალური საკრებულოების წარმომადგენლებისაგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან არსებობდა რეგიონალური ხელისუფლება, თქვათ გუბერნატორის აპარატი, რომელიც იყო პირდაპირ დანიშნვითი პრაქტიკულად რეგიონალიზმის განცდა, ანუ იმის შეგრძნება, რომ მე მაგალითად მოქალაქე ვეკუთვნი გარკვეულ რეგიონს არ არსებობდა კახეთში.